რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები კვების ობიექტებში, ანუ რას მივირთმევთ რესტორნებსა და კაფე-ბარებში, როგორია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში. ამას TV25-ის მაყურებელი დაახლოებით 2 კვირაში გაიგებს. ყველაზე სახალხო და ყველაზე ობიექტური გადაცემა სახალხო კონტროლი ჩვენს ეთერში აპრილიდან გავა. ყველგან სადაც დაირღვევა მომხმარებელთა უფლებები, მერწმუნეთ იქ გამოჩნდება TV25 და სახალხო კონტროლი. TV25 და სახალხო კონტროლი თქვენს კვების ობიექტთან შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოჩნდეს. გადამღებმა ჯგუფმა რესტორნისა და კაფე-ბარის კარი შესაძლოა სულ რაღაც 2 კვირაში შემოაყოს. იმას, რაც გაუფრთხილებელი სტუმრის კამერის ობიექტივში მოხდება, TV25-ის მაყურებელი იხილავს. რაშიც იხდის ადამიანი ფულს, ის უკვე არის მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, ყველგან სადაც იქნება დარღვევები, სადაც მომხმარებელთა უფლებები დაირღვევა. ჩვენ აბსოლუტურად ყველგან მივალთ და ვიქნებით ძალიან მკაცრები, მიუკერძოებლები და ობიექტურები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად ჩვენ ვისწავლოთ სამომხმარებლო კულტურა და ყველა სფეროში დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები. Გავლით თუ არა სახალხო კონტროლს და მიიღებთ თუ არა შესაბამის ნიშანს. ყველასთვის კარგად ნაცნობი მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია მონიტორინგს აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტში არსებულ კვების ობიექტებში განახორციელებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი კვების ობიექტებს ძირითადად შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევენ. Facebook გვერდზე სახალხო კონტროლი ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, თუმცა ვარ ძალიან ფრთხილები, იმიტომ რომ ზოგი იტყუება და გვწერსო ცუდი ობიექტია და აღმოჩენილ ვართ არასათანადო ადგილზე, იმიტომ რომ ყოფილა რეალურად კარგი. ამიტომ გადამეწმება ხდება ფოტოებით, ვიდეოებით და ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა კომპეტენტური. ჩვენ არ ვებრძვით ბიზნესს, ვიცავთ მომხმარებელს. პოპულარული პროექტი TV25-ზე იგივე ფორმატით გავა. შემოწმდება კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, ასევე სამედიცინო დაწესებულებები. გაკონტროლდება ჰიგიენის ნორმები. ჩვენს გარშემო არის სამომხმარებლო სფერო, ხო? თქვენ შედიხართ სალონში, თუ მიდიხართ კლინიკაში, თუ ბაღში, თუ სკოლაში, თუ უნივერსიტეტში. ყველგან გაქვთ აბსოლუტურად შეხება ან კვების ობიექტთან, ან იმ ობიექტთან, სადაც სანიტარული ნორმები უნდა იყოს დაცული. ეს აინტერესებს აბსოლუტურად ყველას. როდესაც ადამიანი რაღაც ნაწლაური ინფექციით ხდება საავადმყოფოში და მე იწყებს გახსენებას, ვაიმე სად ვჭამე და რატომ მოვიწამლე, ხო? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ მოხდეს აი ამ მიზეზით საავადმყოფოში. ეს არის პრევენცია, ჩვენი გადაცემა პრევენცია ყველა იმ კვების ობიექტისთვის, რომ დაიცვან სისუფთავე. გადაცემის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 35 წუთი იქნება. სახალხო კონტროლის დაწყების თარიღსა და დროს ჯერჯერობით სიურპრიზად ვიტოვებთ. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის მართლაც სახალხო პროექტი. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დიდი პოზიტივის მომტანი იქნება როგორც TV25-ისთვის, ასევე მთელი აჭარის რეგიონისთვის. რეიტინგს მოუტანს თვითონ არხს და ვფიქრობ, რომ გვეყოლება ერთგული მაყურებელი. სახალხო კონტროლი კვირაში 2-ჯერ გავა. ერთი გადაცემა მთლიანად აჭარას დაეთმობა, მეორე დედაქალაქში მომსახურების სფეროში არსებულ მდგომარეობას შეეხება.